ეს განცხადება რისგან შედგება? შედგება 7 პუნქტისგან. აქედან 5 პუნქტი არის, რომ გთხოვენ, რომ ხელმოწერით დაადასტუროთ ის, რაც სიმართლე არ არის და ის, რაც არის ტყუილი. ამის მაგალითია ის, რომ პირველი პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ ხელმოწერით ადასტურებთ, რომ ჩატარდა შეხვედრა რეორგანიზაციასთან და მასობრივ დათხოვნასთან. ვინმე მიიღეთ ამ შეხვედრაში მონაწილეობა? არავინ. ასეთი შეხვედრა არ ჩატარებულა. შემდეგი პუნქტი ამბობს, რომ იწყება რეორგანიზაცია და რომ თქვენთვის ცნობილია და შემდეგი პუნქტები, ეხლა ყველა პუნქტს არ გავივლი, ცნობილია, რომ რეორგანიზაციის მიზეზები, საშტატო ნუსხები, ანუ საშტატო ნუსხები რა არის? რომ თითქოს თქვენთვის ცნობილია, რამდენ ადამიანი დარჩება, რამდენ ადამიანს გაუშვებენ, რა რეჟიმით გეპატიჟებიან, რა ხელფასზე გეპატიჟებიან, რა პირობებზე გეპატიჟებიან და ასე შემდეგ. არაფერი ეს თქვენთვის ცნობილი არ არის. მაშ რა მიზანი აქვს კომპანიას, რომ თქვენ გეუბნებათ, რომ ხელი მოაწეროთ იმას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და დაუდასტუროთ, გაუკეთილშობილოთ ის უკანონო პროცესი, რომელსაც ის მართავს. აქ არის ერთადერთი მიზანი, რომ თქვენ თვალახვეულები შეხვიდეთ ამ პროცესში, რომელშიც რამდენი ადამიანი გაივლის ამ კონკურსს, რაზე იქნება ეს კონკურსი, ვინც გაივლის, რა ხელფას მისცემენ სამადლოდ და საწყალობოდ, იმიტომ რომ მერე თქვენ მოთხოვნის უფლება არაფრის აღარ გექნებათ, ხო? რა პირობებზე დაგითანხმებენ და ასე შემდეგ, ეს წინასწარ არ უნდა იცოდეთ, ეს არის მიზანი, რომ ამ პროცესში შეხვიდეთ თვალახვეული. მე არ ვიცი, ყოფილა შემთხვევა, რომ თვალახვეული ენდეთ კომპანიას და მოგებული დარჩით რამეში, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ამიტომ, ეხლა მაშ რა უნდა ქნათ თუ ხელი არ უნდა მოაწეროთ, ხო? პირველ რიგში ჩვენ გეგმავთ, რომ როგორც კი ეს დოკუმენტაცია გახდება საჯარო, ჩვენ გეგმავთ აი ამ უკანონო რეორგანიზაციის პროცესის გასაჩივრებას და სასამართლოში წაღებას. მე გეუბნებით 100%-იანი დარწმუნებით, რომ ეს პროცესი, რაც ჭიათურაში მიმდინარეობს, არის უკანონო. მუხლები, რომლითაც ეს საკითხები რეგულირდება, მეგობრებო, 2020 წელს, რომ პარლამენტმა მიიღო ეს მუხლები, რომლითაც ეს საკითხები რეგულირდება, აი იმ რეფორმის თანაავტორი ვიყავი. მეც ჩემი ხელითაც არის ზოგიერთი მუხლი დაწერილი, მათ შორის მასობრივი დათხოვნის მუხლი, პირდაპირ გეუბნებით, რომელიც ჩვენს კოდექსში იმიტომ შევიდა, რომ იყო ევროკავშირთან ასოცირების თხის წესრიგის ნაწილი და საქართველოს ვალდებული იყო, რომ ეს ცვლილება მიეხო და ამიტომ არის, რომ მასობრივი დათხოვნა 2 დღეში ვერ ჩატარდება, ამიტომ არის, რომ ეს კოდექსი, ეს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თავისი წესი აქვს მასობრივ დათოვნას. სანამ მასობრივ დათოვნას დაიწყებ, SMS-ით კი არ მობილურზე რო იღებთ შეტყობინებებს ხალხი, რომელმაც 10 და 20 წელი და 30 წელი იმუშავეთ მიწის ქვეშ და მოიპოვებდით იმ წიაღისეულს, რომელიც ამ ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელია, მთავარი რაღაც არის, რაზეც საერთაშორისო მოთხოვნა არსებობს, ხო? ამას აკეთებდით 10 და 20 წელი და ეხლა თურმე სამუშაოს მაძიებლები უნდა გახდეთ, ახალ კურსდამთავრებული სტუდენტებივით, არ იცოდეთ რა ხელფასი გექნებათ, რა პირობებზე იმუშავებთ, რამდენი ადამიანი იმუშავებთ, რამდენ ხანს იმუშავებთ. ეგ არ დაგავიწყდეთ, რამდენ ხანს იმუშავებს ის, ვინც თუნდაც გაივლის ამ კონკურსს. ეს კითხვაც დასასმელი არის, ხო? ჯერ კიდევ, ესე იგი, 2 თვის წინ კომპანია საერთოდ გაჩერებას გეგმავდა მიწისქვეშა სამუშაოების. არ უნდა მიწისქვეშა სამუშაოები, იმიტომ კი არ, ესე იგი, რატო არ უნდა? იმიტომ კი არა, რომ მოთხოვნა არ არის საერთაშორისო. ეხლა ამას წინათ ნახეთ, საქართველოს მიმართ ინტერესი თუ არსებობს მინერალების მიმართ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს აქვს მარგანეცი, მანგანუმი, ანუ მარგანეცი
სპილენძი, რომელიც ბოლნიში მოიპოვება და ოქრო, რომელიც ასევე ბოლნიში მოიპოვება. ეს არის კრიტიკული მინერალებს ეძახიან ახლა და ეს არის ერთ-ერთი იმ მინერალებს შორის არის მოკლედ ეს რა მინერალებით საჭირო იქნება მომდევნო აწლეულები იქნება ძალიან დიდი მოთხოვნა. ხო ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით რაში გამოიყენება თქვენი ხელით ამოღებული მარგანეცი, ხო? მთელი ფოლადის და მის წარმოება არის ამაზე მიბნული, ხო? ამაზე საერთაშორისო მოთხოვნა რომ იქნებოდა, ჩვენ ჯერ კიდევ ამას ვამბობდით, მაშინ როცა პროტესტი დაიწყეთ და ეხლა კომპანიაც ვერ უარყოფს. გამოვიდა ამას წინათ ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მოგვილოცა რომ ისევ მოიმატა საერთაშორისო მოთხოვნამ ფეროშენადნობზე, ხო? და ფეროშენადნობი არის ის მოკლედ ჩემზე უკეთ იცით ეს მერიდება კიდე სხვაგან ხსნი ხოლმე რა განსხვავება არის და ამის ახსნა იცით რატომ იწევს? იმიტომ რომ თან ხო ლაპარაკობენ რომ ჭიათურა თურმე წამგებიანი არის, თურმე სოციალური პროექტი არის, ქველმოქმედება არის, თურმე ინვესტორის და მთავრობის მხრიდან ის რომ ჭიათურაში მიმდინარეობს მოპოვება. მაშინ როცა ამ ქვეყნიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა რაზეც არის მთავარი საექსპორტო საქონელი რაც არის, ეს არის სწორედ მარგანეცი. რამდენი ადამიანი მოიპოვებს კი არა და ამუშავებს მიწას რომ ღვინო დაწუროს. რამდენი ყველა ოჯახში ლამის რომელსაც მიწა აქვს, ხო? რამდენი ქარხანა არის ღვინის, რამდენი საოჯახო მეურნეობა არის, მცირე ქარხანა არის და ყველა ერთად რო ავიღოთ ღვინო, რაც ამ ქვეყნის მიწაზე მოდის, ამასაც კი აღემატება ფეროშენადნობის სილიკო მანგანუმი, რომელსაც თქვენ მოიპოვებთ, ხო? ამიტომ ეს რაც თქვენ უკვე დაახევინეთ კომპანიას უკან, როცა თქვენი ერთიანობით მათ მოუწიათ გამოსვლა და თქმა იმის, რომ კარგი, არ გავაჩერებთ მიწისქვეშა სამუშაოებს, მაგრამ ეხლა აქვთ რა გეგმა ნახეთ, არ გავაჩერებთ, მაგრამ შევამცირებთ ისე, რომ გინდ დარჩენილა, გინდ არა. ამიტომ ეხლა ამ ბრძოლის მიტოვება, როცა კომპანიას უკვე ნათქვამი აქვს, რომ ის უკან იხევს და კარგი ბატონო გავაგრძელებთ მიწისქვეშა მოპოვებას და ეხლა თქვენ ხელი მოაწეროთ და ბრმად თვალახვეულები და თვალახვეული ქვია ამას, იმიტომ რომ არც მე არ ვიცი, მარტო თქვენ კი არა, მეც არ ვიცი რას გეგმავენ, რამდენ ადამიანს ტოვებენ, საშტატო ნუსხები გამოქვეყნებული არ აქვთ და თქვენ ხელს გაწერინებენ, რომ გამოქვეყნებული აქვთ. მოკლედ, ეხლა 3 მაისამდე არის კრიტიკული პერიოდი, იმიტომ რომ ეს ზეწოლა, რომ ხელი მოაწერე, გაგრძელდება. და ეს ხელმოწერა უკვე ყველაფერთან ერთად, ბრძოლაში დანებებასთან ერთად. ამაზე ხელმოწერა ნიშნავს ამ 4 ადამიანის ცოტა უფრო დიდხანს ჩატოვებას საპატიმროში, ვიდრე თქვენი ერთიანობას ვიდრე თუ თქვენ ერთიანობას შეინარჩუნებთ, თუ თქვენ გააგრძელებთ იმ ერთობით მსვლელობას და ბრძოლას, იმიტომ რომ ეს ბრძოლაა, ყველაფერს ბრძოლას ეძახიან ეხლა, მაგრამ თქვენ რაშიც ხართ? ეს ნამდვილად ბრძოლა არის და მარტო თქვენი ბრძოლა კი არ არის. თქვენი შემდგომი თაობის ბრძოლაც არის, იმიტომ რომ როგორი იქნება ეს ქალაქი, როგორი გადარჩება თუ არა ეს ქალაქი. ეს დამოკიდებული არის თქვენ ბრძოლაზე, თქვენ თაობაზე არის რეალურად დამოკიდებული, რა ბედი ეწევა ამ ქალაქს. გაგრძელდება ღია კარიერული წესით მოპოვება და მაშასადამე გაგრძელდება ქალაქის აოხრება, თუ ეს წყალობა, რომელიც ამ მიწის ქვეშ არის, გადაიქცევა წყევლად. და ეს რო არ მოხდეს, ხო თქვენ მოკლედ შემდგომი თაობის სახელითაც იბრძვით. როცა ითხოვთ მიწისქვეშა მოპოვების გაგრძელებას, ღია კარიერული წესით მოპოვების შემცირებას და თუ გაგრძელდება სტანდარტების დაცვით გაგრძელებას და როცა ითხოვთ ფონდს, რომელიც უნდა მოემსახუროს ჭიათურელი ბავშვების, სტუდენტების და ჭიათურელების საჭიროებას. ეს არ არის ამოუწურავი რესურსი და ეს მილიარდი ლარის შემოსავალი რომ მოაქვს აი ამ
პატარა მუნიციპალიტეტის მიწის ქვეშ არსებულ სიმდიდრეს, ხო? რაღაც ხომ უნდა დარჩეს. გავიგეთ, რომ ეს მარტო ჭიათურელების არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენი ხელით რო ამოგაქვთ და თქვენზე რო არის ყველანაირი რისკები, რაც ამის ამოღებას ახლავს, სიცოცხლით დაწყებული, ჯანმრთელობით გაგრძელებული, თქვენ ხო გაქვთ უფლება, რომ ამ სიმდიდრის 5%, ნახეთ რა ცოტა არის. როგორ შეგვაჩვიესო, ცოტა უნდა მოვითხოვოთ და მაშინაც როცა ვითხოვთ ცოტას, თან გვეძახიან, რომ ვართ კრიმინალები, ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფი, სანამ ამ 4 ადამიანს დააკავებდნენ, რამდენიმე დღით ადრე უკვე მედია, პროპაგანდისტული მედია უკვე ჩვენზე ლაპარაკობდნენ როგორც დანაშაულებრივ ჯგუფზე. ეს ბევრად ადრე დაიგეგმა, მოკლედ ამ პროტესტის მონაწილეების დაკავება, ვიდრე ეს მოხდა. პრესკონფერენცია ჰქონდა თბილისში ერთათვის ხედით მაგიდის გარშემო და ჟურნალისტები ლაპარაკობდნენ, როგორც პროკურორები ჩართეთ ეს პრესკონფერენცია და ნახეთ. პირდაპირ ასეთი კითხვები იყო: აღიარებთ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ხართ? აღიარებთ, რომ საბოტაჟში მონაწილეობთ? აღიარებთ, რომ ადამიანებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევთ? ეს ხო ტყუილია. ყველა თქვენგანს მუშაობა უნდა ოღონდ ამ ორ თვეს წყალში ხო არ ჩავყრით, არა? და მერე კიდე მომდევნო 2 თვე გამოსასვლელი ხო არ იქნებით ქუჩაში. ამიტომ ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ მუშაობა არ გინდათ, უნდა შეუბრუნოთ, რომ თქვენ მუშაობა გინდათ, მაგრამ არსებობს მოლაპარაკების საჭიროება და თქვენ იმსახურებთ აღიარებას, თქვენ იმსახურებთ იმ პატივისცემას, რომ 2 თვე ქუჩაში რო დგახართ, კეთილი უნდა ინებოს კომპანიამაც და სახელმწიფომაც და უნდა შეგხვდეთ. დაგელაპარაკოთ და მოგელაპარაკოთ იმ პირობებზე, რასაც თქვენ ამდენი ხანია ითხოვთ. არ დაუშვათ, რომ ეს ბრძოლა დამარცხდება. ეს ბრძოლა რო გაგრძელდება და ეს ბრძოლა რო გაიმარჯვებს, ეს არ იქნება მხოლოდ ჭიათურის გამარჯვება. თქვენ შეიძლება ხმამაღლა ვერ გიცხადებენ სოლიდარობას, ტარიელმა ტყიბულიდან წერილი წაიკითხა ერთი მეშახტეს. მაგრამ იცოდეთ, რომ ყველა ინდუსტრიული ქალაქი, ყველა ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარი თავი გაცნობიერებული აქვს, მშრომელად, დასაქმებულ ადამიანი, ხო? ყველა ასეთი ადამიანი, თქვენ გიყურებთ იმედით და მეც ვარ მათ შორის. მადლობა.